სართიჭალაში რამდენიმე თვეში სოფლის სახლი აშენდება. დღეს პროექტის პრეზენტაცია რეგიონული განვითარების მინისტრმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გამართეს. სოფლის სახლის პროექტი დასახლებულ პუნქტში ყველა სოციალური სახელმწიფო მომსახურების გაერთიანებას და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. მოქალაქეებს სოფლის სახლში შეეძლებათ მაგალითად მიწის რეგისტრაცია, პასპორტის და პირადობის მოწმობის აღება, კომუნალური გადასახადის გადახდა და ასე შემდეგ. ასეთი სახლები უკვე ფუნქციონირებს 5 სოფელში, მშენებლობა კი 9 სოფელში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ხალხს შეუმსუბუქებს, ვთქვათ, პირადი პრობლემების მოგვარებას, როგორიც არის, ვთქვათ, სამოქალაქო რეესტრში სიარული, საჯარო რეესტრში სიარული, ეს თანხებთანაც იყო დაკავშირებული და გზის პრობლემაც იყო, რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ ამ შემთხვევაში უკვე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რამე თუ მივიღებთ სოფლის სახლებს, რომლის მშენებლობაში აშენას დავიწყეთ, რომელიც იქნება ყველა ის სერვისი, რომელიც აი ამ შემთხვევაში სართიჭალის მოსახლეობას შეიძლება დაჭირდეს. მე მინდა გითხრათ, რომ ასეთ ცენტრების მშენებლობას ჩვენ წელსაც ვაგრძელებთ. განვითარება ჩაგვაქვს სოფლის დონეზე. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სერვისები დაწყებული ადგილობრივი თვითმმართველობის იუსტიციის სერვისები, ყველა სახელმწიფო უწყების საფოსტო სერვისები, ყველაფერი იქნება ინტეგრირებული წარმოიდგინეთ სოფლის განვითარების ცენტრში. ძალიან მნიშვნელოვანი აქ არის ერთი ფაქტი, რომ იქნება უფასო ინტერნეტი და კომუნიკაცია მთელ სამყაროსთან. ანუ ჩვენ შემოგვაქვს ახალი ტიპის სოდნა, ახალი ტიპის განვითარება სოფლისთვის, კომფორტი სოფლის მოსახლეობისთვის.